გამარჯობა ჩემო ხალხო. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მთელ საბრძოლო სამყაროს მოსვენებას არაძლევს. იცით, სპორტში არის მომენტები, როცა ყველაფერი იდეალურად იგვრება. ორი ჩემპიონი პიკშია, ხალხი ელოდება, ჰაერი იმდენად დაძაბულია, რომ ასანთი რომ გაკრა აფეთქდება. ზუსტად ასეთი იყო ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბის მოლოდინი. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კულისებში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ საბოლოოდ ხელში მხოლოდ გაუქმებული გეგმები შეგვჭა. მოდით გულახნიერად ვთქვათ, საქართველოში ყველამ ვიცით ვინ არის ილია. ის ელმატადორია, კაცი, რომელმაც იცის როგორ ააგორა ჰაიპი. ზოგი ამბობს, ბევრს ლაპარაკობსო, მაგრამ მეგობრებო, ეს ბიზნესია. UFC-ს არ უყვარს ჩუმი ბიჭები, რომლებიც მხოლოდ ჩხუბობენ და მერე სახლში მიდიან. ილიამ ეს თამაში უმაღლეს დონეზე იცის. ისლამი კი თავის მხრივ დაღესტნური სკოლის მწვერვალზეა. ამ ორი შეხვედრა იყო ოცნების ბრძოლა, რომელიც თითქოს უკვე ჯიბეში გქონდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ UFC-მ გადაწყვიტა მახაჩევი versus თოფურია უნდა ყოფილიყო White House ტურნირის მთავარი მოვლენა. ალი აბდელაზიზმა, მახაჩევის მენეჯერმა თქვა, რომ მას შუა დღისას დაურეკეს ამერიკიდან. წარმოიდგინეთ სიტუაცია. ამერიკაში დღეა, მუშაობა დუღს, ალი ტელეფონზეა, მაგრამ დაღესტანში იმ დროს ღამია, 7-დან 9 საათამდე სხვაობაა ხალხო. ალი ამბობს, რომ ისლამს იმ დროს მშვიდად ეძინა. ახლა დაფიქრდით, სპორტსმენი, რომელიც რეჟიმს იცავს 22:00-ან 23:00-ზე უკვე სიზმრებშია. ალიმ კი უთხრა UFC-ს, მე თანახმა ვარ, მაგრამ ისლამს ვერ გავაღვიზებ, დილით ვკითხოთო. მაგრამ იცით რა არის ყველაზე საინტერესო? სანამ ისლამმა თვალი გაახილა, შეთავაზება უკვე გაუქმებული იყო. ჰაერში გაქრა. ბევრი ფანი ამბობს, რომ ეს ალის ზღაპრებია, ვითომ მახაჩევმა დაიძინა და ამიტომ ჩაიშალა ჩხუბი. მაგრამ მოდით ლოგიკურად შევხედოთ. განა შეიძლება ასეთი დონის გადაწყვეტილება 5 წუთში მიიღო? თუ იქ რაღაც სხვა ხდებოდა. ალი ამტკიცებს, რომ ისლამი ერთი ფეხითაც კი გამოვიდოდა ივნისში, რამე პირადი პრობლემებიც რომ ჰქონოდა. თუმცა აქ ჩდება კითხვა, რატომ ჩაანაცვლა UFC-მ გეგმა ასე სწრაფად ჯასტინ გეიჯით? გეიჯი კი მართლა ომის მანქანაა. მასთან მოლაპარაკებას 5 წუთი დასჭილდა. კაცი არ ვაჭრობს, არ წუწუნებს, უთხრეს ჩხუბობ და უპასუხა მოვდივარ. აი აქ კი მივდივართ ყველაზე მტკივნეულ საკითხთან, ფულთან. მოდით ახლა ყველაზე საინტერესოზე, ფულზე ვისაუბროთ. იცით როგორ ხდება ხოლმე ჩვენთან, ბაზარში. ერთი ფასს ამბობს, მეორე იკლებს, ბოლოს კი სადღაც შუაში რიგდებიან. მაგრამ აქ სხვა ამბავია. ალი აბდელაზიზი პირდაპირ ამბობს, ილია თოფურიას მენეჯერებმა ისეთი თანხა მოითხოვეს, რომ UFC-ში თვალები გაუფართოვდათო. საუბარია 50 მილიონ დოლარზე. წარმოგიდგენიათ? 50 მილიონი ერთ ჩხუბში. ახლა დავფიქრდეთ. ილია ჩემპიონია, მაგარი ბიჭია, მთელი საქართველო და ესპანეთი მასზე გიждდება, მაგრამ 50 მილიონი, ეს ხომ ჩვეულებრივ ჰონორარზე 10-12 ჯერ მეტია. ალი ამბობს, რომ როგორც მენეჯერი ის უგებს ილიას მხარეს. ყველას უნდა თავისი მებრძოლისთვის საუკეთესო პირობები გამოსტყუოს ორგანიზაციას. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი კოსმოსური ციფრების დასახელება ხშირად ნიშნავს რბილ უარს. ანუ თუ ამდენს გადამიხდი, გამოვალ თუ არა და არც ისე ძალიან მინდოდაო. განა UFC-ს ფული არ აქვს, რა თქმა უნდა აქვთ, მთელ იმპერიას ფლობენ, მაგრამ მათ თავისი მათემატიკა აქვთ. თუ ერთს მისცემენ ამდენს, ხვალ სხვებიც მიაკაკუნებენ კარზე. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, წონა. ისლამმა თქვა, რომ 70 კილოგრამში, 155 ფუნტში, ჩასვლას აღარ აპირებს. თუ ილიას ჩხუბი უნდა ამოწეულიყო 77 კილოგრამამდე, ვოლტერვეიტში. ეს კი ისლამისთვის დიდი უპირატესობაა. ის უფრო დიდია, უფრო მძიმე და იმ წონაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. შესაძლოა სწორედ ამ რისკის გამო ითხოვა თოფურიას გუნდმა ასეთი დაზღვევა ფულის სახით. საბოლოოდ კი რა მივიღეთ? UFC-მ თქვა, კარგით, თუ ასეა გეგმა ბეზე გადავდივართო და აი აქ გამოჩნდა ჯასტინ გეიჯი. ალი ამბობს, რომ ილიამ მადლობა უნდა გადაუხადოს ჯასტინს, რადგან მან გადაარჩინა ეს საღამო. გეიჯი არ არის ის კაცი კალკულატორით რომ დადის და ყოველ თეთრს ითვლის. ის მეომარია, 5 წუთი და კონტრაქტი ხელმოწერილი იყო. სხვათა შორის ალი ცოტა ირონიითაც უყურებს ამ ყველაფერს. მისი თქმით, ილია არაფრით განსხვავდება სხვა მებრძოლებისგან. უბრალოდ ბევრი ფული მოუნდა. მე ისლამი ჩემიძლია მისი გათიშვა, მაგრამ ამ ციფრებმა UFC-ს მადა დაუკარგაო, ამბობს აბდელ აზიზი. თუმცა აქ ერთი დიდი მაგრამ ჩნდება. დეინა ვაიტი, ჩვენი დიდი უფროსი, სულ სხვა რამეს ამბობდა. მან თქვა, რომ ისლამი საერთოდ არ განიხილებოდა ამ ტურნირისთვის, რადგან ხელის ტრამვა ჰქონდა. ილიამაც მაშინვე აიტაცა ეს თემა Twitter-ზე. ისლამი ტრამვას იგონებს, ჩემი ეშინიაო. ვის დაუჯეროთ? ალის, რომელიც ამბობს, რომ ისლამი ერთ ფეხზეც იჩხუბებდა, თუ დეინას, რომელიც ამბობს, რომ მახაჩევი თამაშიდან გარეთ იყო. ეს უკვე ნამდვილი დეტექტივია. ისლამი კი ამ დროს დარბაზში ვარჯიშობს და ვიდეოებს დებს.
თუ ტრამვა აქვს, ასე რატომ ვარჯიშობს? თუ არ აქვს, მაშინ დეინა რატომ გვატყუებს? აი აქ კი ნამდვილი ქართული დეტექტივი იწყება. ერთი მხრივ გვყავს დეინა უაითი, რომელიც ამბობს, რომ ისლამი ხელის ტრაუმის გამო ვერ ჩხუბობს. მეორე მხრივ ალი აბდელ აზიზი, რომელიც ამტკიცებს, არავითარი ტრაუმა, უბრალოდ პირადი ამბები ჰქონდაო. ახლა დავფიქრდეთ, რატომ უნდა თქვას ორმა პარტნიორმა ასეთი განსხვავებული რამ? მეგობრებო, მოდით პირდაპირ თქვათ, UFC-ში სიმართლე ხშირად სადღაც შუაშია. შესაძლოა დეინას უბრალოდ არ უნდოდა ეღიარებინა, რომ თავარი ბრძოლა ფულის გამო ჩაიშალა. ხომ იცით, იმიჯი ყველაფერია. თუ იტყვი, რომ ჩემპიონი ტრამვირებულია, ფანები დამშვიდდებიან, მაგრამ თუ იტყვი, რომ მხარეები 50 მილიონზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ კითხვები გაჩნდება. ილია თოფურიამ კი ეს მომენტი იდეალურად გამოიყენა. ტვიტერზე ისეთი ცეცხლი დაანთო, რომ დაღესტნური კლანის ფანები დღემდე ვერ ცხრებიან. ისლამი გარბის, ისლამი იმალება. ილიამ იცის სად დააჭიროს, რომ მეტოქე გამოიყვანოს მწყობრიდან. და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ისლამმა ვარჯიში უკვე დაიწყო. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის ფორმაშია. თუ ხელი მართლა აწუხებდა, ასე მალე დარბაზში დაბრუნება ცოტა საეჭვოა, არა? ალი აბდელ აზიზი კი თავისას აწვება. ის ამბობს, რომ ისლამი ივლისში დაბრუნდება International Fight Week-ზე და პირდაპირ ვოლტერ ვეიტის 67 კილოგრამის საუკეთესო კონტენდერს დაეჯახება. დეინა კი ისევ სხვას ამბობს. აგვისტოშიო. მოკლედ სრული გაუგებრობაა. ახლა კი მთავარი კითხვა თქვენთან, ჩემო ხალხო. ვის უფრო უჯერებთ? ალის, რომელიც თავის მებრძოლს კბილებით იცავს და ამბობს, რომ ისლამი ერთ ფეხზეც კი ეჩხუბებოდა ილიას, თუ დეინას, რომელიც ალბათ ცდილობს ორგანიზაციის შიდა სამზარეულო დაფაროს. და რაც მთავარია, გინდათ თუ არა ილიასა და ისლამის ნახვა ოქტაგონზე. მე თუ მკითხავთ, ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. ილია ისეთი კაცია, რომ თუ მიზანი დაისახა, აუცილებლად მიაღწევს. თუმცა ცონისაწევად დიდი გამოწვევა იქნება. მახაჩევი კი თავის მხრივ ეცდება დაამტკიცოს, რომ ის უბრალოდ მებრძოლი კი არა, ნამდვილი მანქანაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. მოდით ახლა ყველანაირი მენეჯერული ზღაპრები და დეინა უაითის დიპლომატიური პასუხები გვერდზე გადავდოთ. სიმართლე ისაა, რომ ამ ჩხუბის ჩაშლა ორივე მხარისთვის გარკვეულწილად მომგებიანი აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ რომ ილია თოფურია მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. პატივისცემა შერეული შიშთან. როცა 50 მილიონს ითხოვ, შენ ამბობ, მე ჩვეულებრივი ჩემპიონი კი არა, კონორ მაკგრეგორის დონის ვარსკვლავი ვარ. და მაშინაც კი თუ UFC-მ უარი უთხრა, ილიას აქციები მაინც გაიზარდა. კაცმა თამასა ისე მაღლა ასწია, რომ ახლა მისი ყოველი მომდევნო ნაბიჯი ოქროთ ფასობს. ისლამ მახაჩევის მხარეს რაც შეეხება, ალის ნათქვამი ისლამს ეძინაო ცოტა ასაცილოდ ჟღერს, არა? ასეთი დონის ათლეტი, როცა საქმე ისტორიულ ჩხუბს ეხება, ტელეფონს არ გამორთავდა. მგონია, რომ მახაჩევის გუნდს უბრალოდ დრო ჭირდებოდა. 77 კილოგრამში ველტერვეიტში ასვლა ხუმრობა არ არის. იქ სულ სხვა ძალის მქონე ბიჭები ხდებიან და ისლამს სურს, რომ იქავიდეს არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც ახალი მეფე. ტრავმა იყო თუ არა? ალბათ იყო რაღაც მიკროდაზიანება, რომელიც UFC-მ კარგად გამოიყენა, რომ პაუზა აეღოთ. პირადად მე რას ვფიქრობ? მეგობრებო, ეს ჩხუბი მაინც შედგება. ილია არ არის ის კაცი, რომელიც ამ თემას ასე მარტივად შეეშვება. ის მახაჩევს მოსვენებას არ მისცევს, სანამ ოქტაგონზე არ შეითრევს. ჩემი პროგნოზი ასეთია. 2026 წლის ბოლომდე ჩვენ ამ ორს ერთად ვნახავთ. ილია აუცილებლად ავა წონაში, რადგან მისი ამბიციები ქვემსუბუქ წონას ფეზერვეიტს უკვე დიდი ხანია გასცდა. ისლამს კი ჭირდება ვინმე, ვინც მის მემკვიდრეობას კიდევ უფრო დიდს გახდის და ელ მატადორი ამისთვის იდეალური კანდიდატია. ასე რომ მოემზადეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ომის, რომელსაც UFC-ს მომავალი ჰქვია. ილიას მხარესაა სისტრაფე და ის წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა, რომლითაც მთებს აზანზარებს. ისლამის მხარეს კი ცივი გონება და რკინისებური ჭიდაობა. ვინ დაიმარჯვებს? ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია. საქართველო ამ დღეს სუნთქვა შეკრული დაელოდება.